ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი. მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად. რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა. საგარეო ფაქტორები თუ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში. ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაციას პროგნოზირებს, თუმცა ასე არ ფიქრობენ ეკონომისტები და მათი პროგნოზი ნეგატიურია. ხელისუფლებაში კი პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და ის შემთხვევა, როცა მთავრობა ეროვნულ ბანკს აღარ ადანაშაულებს, პირიქით ამბობენ, რომ ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში არიან. და მაინც რა ხდება სავალუტო ბაზარზე და რა მოლოდინები არსებობს? დღეს ჩვენს კითხვებს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქელიძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვათ კითხვა პირდაპირ ეთერში. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, ბატონო გოგიტა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ეს მოგესალმებით. რა ხდება სავალუტო ბაზარზე? კითხვა ცოტა ისეთია. ტრიალური, მაგრამ რეალურად ჩვენ თუ გაინტერესებს რა ხდება და შესავალის თქვით, რომ ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება თქვა მთავრობის გარკვეულ პროგნოზებს, ჩვენ და ვეცადოთ წმინდა ეკონომიკური ფაქტორებიდან განვიხილოთ და არა რაღაც მოსაზრებებიდან ან დავუშვათ თუნდაც გარკვეული გარემოებებიდან. აი პირველი რაც ხდება, როცა კურსის ცვლილება იწყება, დავანებოთ ახლა ამ წუთში გარე და შიდა ფაქტორები და მოკლედ ვთქვათ, რა ფაქტორები იწვევს კურსზე ცვლილებას. ანუ აქ საუბარია ლარის დოლართან ურთიერთობაზე. არა მარტო დოლართან, ევროსთანაც, ევროსთანაც, პრინციპში ჩვენ მაინც დოლართან ურთიერთობას ვიხილავთ, რატომ? იმიტომ რომ დოლარი ახდენს დღეს ესე ვთქვათ ზემოქმედებას არა მარტო ლარზე, არამედ ევროზე და სხვა ვალუტებზეც. ანუ დოლარია ესე ვთქვათ მთავარი წამყვანი ვალუტა. სოფლიოშიც მეგა ეკონომიკის წამყვანი ვალუტა. ფინანსურ ბაზრებზე ტრანზაქციების 85% დოლარში სრულდება, ნაჩვენე ვიცით რომ ნავთო კონტრაქტების 90% საერთოდ ამერიკულ დოლარშია ასახული. ახლა რაც შეეხება თვითონ რა ხდება, მოდი ამოვიდეთ ორი პარამეტრიდან. ერთი რა არის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და მეორეა ფულის აგრეგატი. აი კურსზე რა მოქმედებს რეალურად? მოთხოვნა მიწოდება, ხო? თუ იქნება დოლარის დეფიციტი, ლარი უფასურდება და პირიქით. აი ამ ფაქტორს თუ ავიღებ და შევწონით ახლა, έτσι ავიღოთ ფულის აგრეგატს, M2-ია საუბარი ამ შემთხვევაში. ნახავთ რომ ფულის მასა თუ იზრდება, მაშინ ხდება ხოლმე რყევა ლარის. მაგრამ ფულის მასა, ავიღოთ ახლა შევადაროთ გასულ წლის დასაწყისთან, თუნდაც ფულის მასა გაზრდილი არ არის, პირიქით ძალიან შემცირებულია. მეორე, ანუ ეს არ იწვევს, ეს არ არის ფაქტორი, რომელსაც შეიძლება კურსზე ზემოქმედება ამ წუთში მოახდინოს. მეორე არის საგადამხდელო ბალანსი. აი როცა ხდება ხოლმე აი ამ ორი პარამეტრის ესე ვთქვათ, ცვლილება, მაშინ ხდება რეალურად უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი გვაქვს ჩვენ. არა, უარყოფითი გვაქვს, მაგრამ ჩვენ და პერიოდი განვიხილოთ ამ დროის გარკვეულ ჰორიზონტზე, ეს საგადამხდელო ბალანსი კიდევ უფრო გაუარესდა თუ არ გაუარესდა. ამიტომ თუ ნახავთ რომ საგადამხდელო ბალანსი არ არის გაუარესებული და გაგებით რომ გაუარესება ბოლო წლებში ხდებოდა რიცხად რომ იმპორტი უფრო სწრაფად იზრდებოდა ვიდრე ექსპორტი და ეს იწვევდა უარყოფით მაჩვენებელს. პირიქით, იმპორტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი არ არის გაზრდილი. ანუ მაშინ კითხვა ჩდება, მაშინ რა იწვევს აი ამ სიტუაციას, როცა ხდება გარკვეული რყევა. გარდა პირდაპირი ზემოქმედებისა კურსზე არის ხოლმე არაპირდაპირი ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვეძახით მოლოდინებს. აი მაგალითად მოლოდინი რა შეაისახება? პირდაპირ პირველ რიგში აისახება ტრეიდერების ქცევაში. რას ნიშნავს ტრეიდერებს? სხვადასხვა გლადიატორებსაც ეძახიან. აი პრემიერ-მინისტრის ცნობილი ფრაზა რო იხმაროთ, ტრეიდერი რას ნიშნავს რომ? ტრეიდერს თუ განწყობა რომ მომავალში შეიძლება კურსი გაუარესდეს ან დოლარზე მოთხოვნა გაიზარდოს, ის რა თქმა უნდა ამას იღებს ხედველობაში და იწყებს დოლარის შესყიდვას და ზუსტად აი ამ ფაქტორებით ხდება ხოლმე ხშირად ზოგი სპეკულაციას ეძახის, ზოგი განწყობას ეძახის და პრინციპი მოლოდინი ეს არის. დღეს ეს ხდება რეალურად. ანუ რა გინდა თქვათ რომ დოლარები იყიდოს და შეინახეს? მაკროეკონომიკური ფაქტორები ამ წუთში ქვეყანაში არ არის იქითკენ მიმართული რომ ამას გამოეწვია ლარის ესე ვთქვათ გაუფასურება. მოლოდინი არანაკლები ფაქტორია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში, საერთოდ ეს მოდის, უნდა ვიცოდეთ ყველა განწყობის თეორიიდან, რომელიც ავტორის არის ქართველი,
ქართულის ბევრი რამე გვაქვს სოფლიოსთვის მიწოდებული, მათ შორის დღევანდელი საფინანსო კაპიტალის ბაზრები ზუსტად ამაზეა აგებული ამ განწყობის პრინციპზე, რომელიც უარყოფათ რა თქმა უნდა არ შეიძლება. ანუ თქვენ მაინც მიდიხართ იქითკენ, რომ ეს არის უარყოფითი მოლოდინები და სარაცხება საგარეო ფაქტორს, რაც არის. ეს უარყოფითი მოლოდინი ზუსტად იმ საგარეო ფაქტორით არის, რის გამო გამოწვეული. სამი ძირითადი ფაქტორია. პირველი, ბოლო პერიოდში იყო გარკვეული განწყობა არა მარტო ნავთობის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით რომ როცა არის მოლოდინი ნავთობის გაუფასურების დოლარი მყარდება. შესაბამისად ეს აისახება ეს დაიწყო ფასების მაწევა. არა, ეს დროებით შეიძლება აიწოს, ისევ დაეცამა, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ უყურებთ რას? ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იგივე Bloomberg-იდან თუ სხვა, ესე იგი წყაროებიდან. პროგნოზი არის იგივე სოფლიო ბანკის პროგნოზი, მიმდინარე წელიწადში რომ ნავთობის ფასი კიდე შემცირდება. ანუ საუბარი რაზეა? მაგრამ მე ხა გაგაწყვეტინებ ნავთობის ფასთან დაკავშირებით პირიქით აქ ამბობენ საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, ეს ჩვენთვის კარგია რომ ნავთობის ფასი ეცემა, ანუ ბალანსის საშუალებას გვაძლევს. აი ეს რომ გავმარტოთ, ანუ რატომ არის კარგი რომ საქართველოს თუ არ არის კარგი რომ ნავთობის ფასი ეცემა? მოდი ესე შევხედოთ. რა თქმა უნდა ნავთობის ფასი რომ ეცემა ენერგომატარებლებზე ფასები და იაფთება რა ტრანსპორტი. გადაადგილების საშუალებები. და იწევს საწვავის ფასი ქვეყანაში. მაგრამ ეს არის ერთი ფაქტორი მხოლოდ. ეხლა აქ რა კუთხით ამბობენ? მაგრამ დოლარი მყარდება. მყარდება დოლარი რა თქმა უნდა. აქ რა კუთხით ამბობენ რომ ამას ჩვენ ვადარებთ ხოლმე იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის ექსპორტიორები არიან. მაგალითად აზერბაიჯანს, მაგალითად რუსეთს. ანუ იქ პირდაპირ ხდება ესე გავლენა. ხო, პრობლემა შეექმნა თუკე ბიუჯეტთან დაკავშირებით. არათუ ნავთობს და არათუ რუსეთს და აზერბაიჯანს, აი ნორვეგიასაც ჰქონდა გარკვეული პერიოდი. პაცი ხება როცა დაიწყო თუ გახსოვთ გასულ წელს, როცა 114 იყო. ესე იგი დოლარი. ნავთობის ფასი 1 ბარელის არა, მაშინ დაიწყო რეალურად ვარდნა. დღეს პრაქტიკულად გრძელდება ეს ვარდნა, თორემ პირველი შოკიო გლობალურ შოკს რო იზახენ, მაშინ მოხდა, როცა მკვეთრად მოხდა ნავთობის ფასის. ანუ ჩვენთვის კარგია თუ ცუდი ნავთობის ფასი დაწევა. მოგეთ ასე ვთქვა, როგორ შევხედავთ იქიდან უნდა ვნახოთ. თუ შევხედავთ იმ კუთხით რომ მე პირდაპირ გეტყვი, ჩვენთან რომ დოლარიზაციის პრობლემა არ იყოს, ძალიან კარგიც იქნება. 70%. სამწუხაროდ აი ეს პრობლემა ხდის აქტუალურს ყველაფერს. თორე ჩვენ დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი არ არის. ნუ ასე არ ვიყოთ მიბმული დოლარზე. ნუ არ ვიყოთ, აი ამ დოლარზე მიბმული, უბრალოდ საბანკო კრედიტებზე პირველ შემთხვევაში. ხო, მაგრამ რატომ გასცემენ მაშინ ბანკები? ანუ შესაძლოა რაიმე რეგულაცია შემოიღოს ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა, რომ არ მოხდეს დაუშვათ ასეთი დოლარიზაცია და ეს პრობლემას გრძელვადიან სტრატეგიაში გულისხმობს ამ შემთხვევაში უშველის თუ არა. აი მე გეტყვით ეს რაღაცას, რომ ყოველგვარი შეზღუდვა, თქვათ აი არის ხოლმე ეგეთი მოსაზრება, რომ თქვა აიგზალოს უცხოურ ვალუტაში ცეცხლის გაცემა შეიზღუდოს. არის ქვეყნები ესეთი. მე გეტყვით ეს რაღაცას, იმ ქვეყნებმა, რომელმაც ეს გზა საბოლოო ძამში წააგეს. მაგალითად. აი მე გეტყვი რუსეთმა, მაგალითად გარკვეული საერთოდ გაყიდვა იყო აკრძალული დოლარის. მაგრამ რატო აგებენ ეს ქვეყნები? იმიტომ რომ ღია ეკონომიკა და ღია ბაზარი პირდაპირ დამოკიდებულია შენ კანონებზე და შენ ქცევაზე. ანუ ინვესტორი ყველაფერს ამას უყურებს. აი ამ ტიპის შეზღუდვები პირველ რიგში იწვევს ინვესტორების გაქცევას ქვეყნიდან. როგორც კი შენ დაიწყებ ამ ტიპის შეზღუდვას, თუნდაც ერთი შეხედვით კარგი იყოს შენი ეკონომიკისთვის. გლობალური მასშტაბით მაინც ამგებიანი იქნება. ხო, მაგრამ აქ შეიძლება არ იყოს აკრძალვაზე საუბარი, იყოს რაღაც პროცენტულად შეზღუდვაზე. ეგეც რა იწვევს დოლარიზაციას? იმის გამო რომ მოსახლეობა სამწუხაროდ ამ თემას მინდა შევეხო. ეს არის პირველში ფინანსური განათლების პრობლემა და მეორე უპასუხისმგებლობის პრობლემა გაგრძელებთან. თუ ადამიანი როცა მიდის ბანკში და აქ შემოსავალი ლარში, ყველა მიცის. ეს არაერთხელ ჩვენ თქვია, მეც მითქვა, სხვაცაც ვთქვია. თუ შენ შედიხარ ბანკთან სოლიდურ, ანუ სერიოზულ ურთიერთობაში, ხო კონტრაქტი ასასრულებ და განკვეთილ ვალდებულებას იკიდებ, ხო? უნდა იცოდე რომ ამ ვალდებულებიდან გამომდინარე რისკები შეამცირო მინიმუმ. ხო, მაგრამ ბანკებსაც დოლარში სესხი აქვს უფრო დაბალ პროცენტში ვიდრე ლარში. ხო და ამაზეა ლაპარაკი რომ ადამიანი უყურებს პროცენტს და არა იმ რისკს და ამ დროს პირიქით არის. ეს კარგია, მაგრამ სანამ მოხდება გარკვეული რისკის აწევა. ანუ როცა შენ ამ რისკს იღებ, იპოთეკურ სელს პრინციპში არც გასცემენ ლარში, ძალიან იშვიათად. თქვენ ახლა უფრო უკეთესზე უკეთესით, მაგრამ კი ბატონო, მე გეტყვით ეს რაღაცა. პირად მაგალითზე შემიძლია თქვა ჩემი ოჯახის, რომ იყო მცდელობა ლარში აიღოთ, მაგრამ უარი უთხრეს დოლარი მხოლოდ და მხოლოდ. ეს რამეს გეტყვით მე, რომ იპოთეკურ სელსაც აქვს ერთი პრობლემა ბადიანობის მიხედვით. რა ბადიანია, მოკლედ თუ გზელი თუ საშუალო ბადიანი ყველანაირი შეიძლება იპოთეკური სესხი, იპოთეკური სესხი გადის ასევე რემონტისთვის სესხიც. ეს იპოთეკურია, ეს დოლარშიც გასცემ. ხო, ეხლა რაზეა ლაპარაკი რომ? არა, ეხლა ეგრე ნუ ვიტყვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენ მეგობარს, სხვა შორის და ბევრ ჩვენ მოქალაქეს, ან იგივე მოქალაქეებს, მომხმარებლებს, რომელთაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, თქვა ამ ბანკებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ბანკები პირდაპირ იწყებენ ხოლმე აი ესეთი აქციებს,
პორტირების აქციები ქვია. როცა წავენ ხოლმე საპროცენტო განაკვეთებს სხვა შორის კონტა ცეცხლი დოლარში და აიღეს ლარში. გაკვეთე მერე პირიქით ვისაც ქონდა ლარში თქმა გადაიყვანა დოლარში. ანუ ბანკები მიდიან ხოლმე ამ რესტრუქტურიზაციის საფორმაზე. ანუ შეცვლაზე ვალუტის მაგრამ მე რისკმა მინდა. ეგეთი რამე რომ არის დროს იმდენი იკარგება რომ ჯობია დავუშვათ კლიენტს ურჩევნია რომ დარჩეს ის რაც არის. თუმცა მე რომ მკითხოთ ლარში სესხები იპოთეკური საკმაოდ გაიაფებული იყო ბოლო წლებში მე არ ვამბობ ჩარჩან თუმცა ჩარჩან წინ და იმის წინ სერიოზული გაიაფება მოხდა. რეფინანსირების განაკვეთზე 11% იყო 11.5 ზოგმა ბანკმა 9.5-ში წკევ ლარზე მაქვს მე საუბარი და არა ამერიკულ დოლარზე. ამიტომ ადამიანს როცა არჩევანი რისკის შესამცირებლად და ეს არის მისი არჩევანი პირდაპირ აი შევა ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ ავიღოთ იმ ვალუტა ეს არის პირდაპირ დაწერილი სესხი უნდა ავიღოთ იმ ვალუტაში რომელშიც გვაქვს შემოსავალი თუ გინდა სავალუტო რისკი იყოს 0 როცა ჩვენ ამას ვარღვევთ უკვე ვიღებთ ჩვენ თავზე სავალუტო რისკს და ეს პასუხისგებლობა რომელსაც ადამიანი იღებს სამწუხაროდ მაგრამ ეს პასუხისგებლობა ბანკებს არ უნდა ქონდეს არ უნდა მისცეს დაუშვათ დოლარში სესხი იმ ადამიანს ვისაც შემოსავალია გლარში არა მოდი ესე თქვა და ესეთი რამ შეუძლებელია ბანკი პირდაპირ არა განსაზღვრებელი ინსტიტუტი ესე კერძო კომპანია რომელიც კლიენტს ვერ შეზღუდავს იმით რომ გინდა თუ ლარჩი უნდა როცა სხვა რამეში როცა ჭირდება ძალიან კარგად ზღუდავს ეხლა ეგრე არ არის მთლად ანუ რაღაც მე რატო გეკითხებით ამ ყოველთვის ანუ შესაძლებელია თუ არა მსგავსი ტიპის რეგულაციის დაწესება რომ ამან არ დააზიანოს დაუშვათ საბაზრო ეკონომიკა ქვეყანაში და არ იყოს ისეთი რეგულაცია შეზღუდვების და რეგულაციების დაწესების ვა პრინციპული წინააღმდეგი პირდაპირ გეტყვით მაგრამ მეორე ხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ ეს პოლიტიკა, ანუ ეს აქცია, ეს არის ბანკების ასოციაცია, ეს არის ფინანსური განათლების პრობლემა და პირდაპირ მინდა ვთქვათ, რომ როცა ადამიანს აქვს დაბალი ფინანსური განათლება, რომელიც ხელშეკრულებასაც კი არ რომელიც ხელშეკრულებაზე ლაპარაკი, ამასაც შევეხებით უგნებავთ, ერთ-ერთი თავი პრობლემა, ხო თუ დაგწევათ, რომ ხო, მოკლედ გეტყვით, რომ როცა ადამიანი ბანკში მიდის და მისი მიზანია სწრაფად აიღოს სესხი. აი თუ და უპასუხისგებლობის ელემენტი რატო თქვი? კბილი ხო არ არის რომ ამასაკები კონდეს ან კტიოდეს და 5 წუთში თუ არ ამიღებ რამე იქნება. შედალვეცი რომ წაიკითხე და დააბრალეს თურილი შრიფტით არის ვინ აიღეს და წაიკითხე საკში. თუ იმ მომენტში ვეკითხო იურიდიული განათლება სჭირდება მხოლოდ არ არის ის რომ მხოლოდ წაიკითხო ნიუანსები არის იურიდიული არა პირდაპირ კეთქვით ფინანსურ განათლებაში ელემენტები შედის ელემენტარული რომელიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოქალაქემ. და ის ფაქტი, როცა გეუბნებიან ერთს და ხელშეკრულებაში წერენ მეორეს, ესეთი ძალიან პირად მაგალითზე შემილია. თქვა რომ სხვა რაღაცა, სხვა პროცენტს მეუბნებიან დავუშვათ და როდესაც მიდიხარ ბანკში და უნდა მოაწერე უკვე ხელშეკრულებას, საუბარია სულ სხვა რამეზე. ამ თემაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მე მინდა ისე მიზეზებს დაუბრუნდეთ, რაზეც თქვენ საუბრობთ. პირველი ეს თქვით ნავთობის ფასი, მეორე მიზეზი რა? მეორე მიზეზი, ეს არის ამერიკის ეკონომიკის ზრდა, რომელიც ასევე დოლარზეა დაკავშირებული და მესამე მთავარი. რეფინანსირების განაკვეთი არ შეცვალა. აზიური ბაზრის და პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკის კრიზისი. აი მოთხოვნა რომ შემცირდა ნავთობზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ეს რატომ ბოლო წლებში ნავთობზე ფასის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებდა ზუსტად აზიური ბაზრების მოთხოვნა პირველ რიგში ჩინეთის ეკონომიკის მოთხოვნა ეს იყო ყველაზე უფრო მზარდი ეკონომიკური გიგანტი აი მეგა ეკონომიკის ერთ-ერთი სეგმენტია და ჩვენ ესე ღმათ ვართ მიბმული მსოფლიო ეკონომიკასთან რომ აი ესეთი ცვლილებები ასეთ გავლენას ახდენს ჩვენზე საქართველოს გაცილებით უფრო ღია ეკონომიკის ნაწილია გაცილებით უფრო ინტეგრირებულია თავისი კანონმდებლობით პირველ რიგში და თუნდაც აი შეზღუდვა რო ახსენეთ ხო შეზღუდვები არის რომელიც ზღუდავს ბარიერს კაპიტალის გადაადგილებაზე ვიდრე თუნდაც სასუნთქეთი გინდაც აზერბაიჯანი გინდაც ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები მე არ მაქვს საუბარი ბალტიის სახელმწიფოებზე ჩვენ ვართ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ეკონომიკა გახსნილი ეკონომიკის პირობებში შოკი როცა მოდის გარედან გამორიცხულია რომ შენ თავი არიდო ეს შეუძლია გააკეთოს კორეამ არაერთხელ მithქვას აი კორეა არის ჩაკეტილი სივრცე რომელსაც არც გარი არ ჩიგავს თავი არიდო ერთია მაგრამ რაღაც ისე დახვდე როგორც შესაძლებელია რომ გარკვეული ცოტა დანაკარგი იყოს ამაზე უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ვართ ახლა რეკლამის დროა ეკონომიქსი რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს ჩვენ გადაცემის სტუმარია საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქერიძე და ჩვენ საუბრობთ იმაზე თუ რა ხდება დღეს სავალუტო ბაზარზე რა მოლოდინები არსებობს და ზოგადად რა შეიძლება დაემართოს ლარის კურს უახლოეს მომავალში აქვე გეტყვით ჩვენი ტელეფონის ნომრებს 292-11-11-292 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში ბატონო გოგიტა გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრობდით მიზეზებზე ორი მიზეზი უბრალოდ მიზეზები ჩამოთვალეთ მაგრამ მსმენელისთვის
იმისათვის რომ იყოს მარტივი გასაგები ხა მესმის რომ თქვენ სპეციალისტი ხართ და უფრო ღმად შედიხართ ეს არის საგარეო ფაქტორები თუ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა პირველ რიგში მე სმენელის უფრო გამომარტივებ მაშინ ამას და ვეთქვი რომ საგარეო ფაქტორებს რომელიც იწვევს ღია ეკონომიკაში ჩართული ქვეყნებისთვის ან ბაზრებისთვის ამ ეტაპზე აზერბაიჯანი რუსეთი ნავთობი ორ მხრივად მოქმედებს ჩვენზე ერთი მხრივ უნდა ჩვენ შევხედოთ რა ხდება არა მარტო ნავთობის ფასზე არამედ ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რა ხდება ანუ რუსეთიც თურქეთიც აზერბაიჯანიც არიან ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნები ესენი არიან მე-10 ადგილზე კი არ არიან ესენი არიან პირველ ხუთეულის ქვეყნები ანუ ფაქტიურად თუ გაუარესდება პროგნოზები ხო გაინტერესებთ ჩვენ უნდა დაუშვათ სცენარები სცენარები რისთვის გინდა სცენარები რომ გათვალო რა შეიძლება შენ გააკეთო რომ პრევენცია მოახდინო თუ გაუარესდება სიტუაცია რუსეთში და პროგნოზები შეიძლება გააკეთოს ყველა სცენარზე ეს ვინ უნდა გააკეთოს პრევენცია ამაზე სწორად საუბარი პრევენცია უნდა გააკეთოს მთავრობამ და ეროვნულ ბანკმა ანუ ორმა ძირითადად ესე ვთქვათ ინსტიტუტმა და კიდევ ერთი ამ ეროვნული ბანკი ახსენეთ თქვენ წინა წლის განმავლობაში სულ იყო თავდასხმა ეროვნულ ბანკზე, სულ იყო მის სამართით კრიტიკა. ბოლო პერიოდში ეს დამოკიდებულება შეიცვალა, ეს იმიტომ რომ ეხა გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, თუ უბრალოდ მთავრობა მიხვდა იმას, რომ აუცილებელია ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში მუშაობა, თუნდაც ისიც ითქვა, რომ რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კონსულტაციას მართავს მთავრობასთან. ეს ესია თქვენი ინფორმაციით? მთავრობას და ეროვნულ ბანკს შორის რომ უნდა იყოს აქტიური კომუნიკაცია, კრიზისი იქნება თუ კრიზისი არ იქნება, ეს არის 2x2 4. ხო. ეს ბუნებრივადაც უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა შოკი იქნება, არ იქნება შოკი. რატომ? იმიტომ რომ მოქმედი კანონმდებლობითაც კი ეროვნული ბანკი არის მთავრობის ჩვეველი. ანუ ფულის ხარჯვის ნაწილი, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი თვითონ კონსტიტუციურად დაევალება ფასების სტაბილიზაცია. ფასების სტაბილიზაცია რაზეა დამოკიდებული? ფულის მასის რეგულირებაზე. აი თავრჩევალი რაც ნიშნავს რომ ხარჯებს რომელსაც თქვა მთავრობამ შეიძლება გაწიოს ან დაგეგმოს ყოველთვის ხდება ხოლმე გარკვეული კორელაცია ეროვნულ ბანკთან ანუ რამდენად ოპტიმალური ამ ხარჯების გაწევა ამ ეტაპზე და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე ეს ბუნებრივიც არის რაც შეეხება ეროვნულ ბანკის თავდასხმებს ანუ პოლიტიკურ ნაწილს ეს არის წმინდა პოლიტიკური ნაწილი და თუმცა ამან გავლენა მოახდინა ხო რა თქმა უნდა მოახდინა მაგრამ მე ხლა დრო რა დავკარგოთ ამ ელემენტს არ შევეხოთ. მაშინ ეს ამ ელემენტს შევეხოთ, რომ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში მუშაობს თორე სწორად იგივე რომ 60 მილიონი დოლარი გამოიტანა ერთი თვეც არ გასულა გასაყიდად რეზერვებიდან. უშველა ამ კურსს. ეს თემაც ვთქვათ. არის ხოლმე ლაპარაკი რომ რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებებს ვიცმენ ჩვენ რა. უნდა გაეკეთებია თავიდანვე ეს ინტერვენციები თუ არ უნდა გაეკეთებია. საერთოდ შოკის დროს, როცა არის შოკი, როცა არის ღია ესე იგი შემოტევები მიღებულია რომ ეს არის სტიქიის ადეკვატური სტიქიის დრო ჯებირებს არაგებენ პირიქით ანგრევს ეს ყველაფერს გააკეთა ეს აზერბაიჯანმა და ჩვენ შედეგები ახლა ვნახეთ 10 მილიარდამდე დოლარი აქვს გასროლილი ღაერში ვერც კურსი უშველა 105% გაუფასურდა აზერბაიჯანულ მანათი ფინანსურ სისტემაში არის სერიოზული დღეს პრობლემები და რა შედეგები ექნება თვითონ აზერბაიჯანელ ექსპერტებსაც კი უჭირთ ამის პროგნოზირება 60 მილიონი ენერგოგასროლია ხო ახლა თქვა რისთვის არის რეზერვი რეზერვის დანიშნულება არ არის ღია სტიქიაში ფულის ხარა რეზერვს აქვს გამაგრება გარკვეულ პიკურ სიტუაციებში მან შეიძლება აი ეს მოლოდინების შესანელებლად აი მოლოდინი რო ვიხსმარე გააკეთოს ინტერვენცია რომ არ დახარჯოს ზედმეტი რა რეზერვი ახლა უშველა თუ არ უშველა ეს იქიდან უნდა გამოვიდეს რომ არ გააკეთებია ინტერვენცია კურსი რა იქნებოდა თქვენ ხო სტრეს ტესტი არიცით ეროვნული ბანკი როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ის ახორციელებს სტრეს ტესტირებას ეს რას ნიშნავს სპეციალური პროგრამა ალგორითმია რომელიც ამ პროგნოზებს აკეთებს ამიტომ უშველა რა ესე იგი 20 მილიონი რო გამშეთქვაში გააკეთა ინტერვენცია შველა რას ნიშნავს რომ ლარი ატო არ გამყარდა ამას გულისხმობთ არა ეს არასწორი შეხედულება ხო მაგრამ ის კითხვა რომელიც დაისვა პარლამენტში თამაზ მეჭიარის მხრიდან სად დაიხარჯა რეზერვი ეს სწორად დასმული კითხვა და სწორად დახარ რეზერვი უნდა არ ვიცი ახლა მე ეს როგორ არის შეიძლება ფიგურალურად ვთქვათ რომ წმინდა ეკონომიკურად სხვა კუთხით შეიძლება დასმული იყო კითხვა სად დაიხარჯა კი არა ინტერვენციების დროს რამდენად ეფექტურად დაიხარჯა ანუ რაზეა ლაპარაკი ეროვნული ბანკი როცა ახორციელებს ინტერვენციას შენ შეიძლება იდაო რა თემაზე რომ 20 უნდა გადაიხადა თუ 40 მილიონი გუშინ უნდა მოეხდინა ინტერვენცია თუ გუშინ წინ მაგრამ კიდევ ერთხელ მაყო მე რომ ამის პასუხი მქონდა და თქვენ რომ მქონდეთ პასუხი ან ნებისმიერ ექსპერტს რომ მქონდეს ყველაზე კაი არის სტრეს ტესტირება ეს სტრეს ტესტირება არის მიღებული ფორმა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში სტრეს ტესტირებას ითხოვს ფათაშორის ბაზელის
2-ის და ბაზელის 3-ის პრინციპების არა მარტო ეროვნული ბანკის მხრიდან, თვითონ ბანკებიც ახდენენ სტრეს ტესტირებებს. იმიტომ რომ ბანკები როცა ახდენენ აქტივ-პასივების მართვას, ეს რაზე აგებული? ბანკი რას აკეთებს? ერთ მხრივ შესხულობს ფულს. ვთქვათ, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან დეპოზიტების საკით და ახორციელებს ამ რესურსების რას? დაფინანსებას ამ რესურსების შესხებზე და ფასიან ქაღალდებში. ამიტომ სტრეს ტესტირებას იცით აკეთებს. მაგრამ ყველაზე დიდი რისკი არის ზუსტად 100% რისკი. აქტივ-პასივების მართვა სტრატეგიებში. აქედან გამოდის არ ვიცით ეს 60 მილიონის გახარჯვა რამდენად ეფექტური იყო. თუ შევხედავთ ვალუტის კურსს, მცირედით ხდება მხოლოდ გაუფასურება და 2 და 5-ის ნიშნულზეა ახლა. ეს შეიძლება თქვა რომ ახალი წონასწორობის ნიშნული იპოვა ლარმა? იცით რა არის? აი ეს თემაც რომ ახალი წონასწორობა იტოვა, ცოტა არასწორია. ახალი წონასწორობის წერტილი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს. ანუ ეს რა არის? მოთხოვნა მიწოდების გადაკვეთის წერტილია. სულამე კი არა წონასწორობის წერტილი. ანუ როცა მოთხოვნა და მიწოდება არის ადეკვატური ერთმანეთთან. ამიტომ ლარის და ეროვნული ბანკის სტრატეგია რაში აისახება? ორ რამეში დავიმახსოვროთ. და მით აქვსნა ესეც. თუ დრო გვაქვს. ძალიან მოკლედ. პირველი როცა იყო გარე შოკები, როცა დაიწყო გასულ წელს, ჩვენ ნახეთ რა ხდებოდა. ფასები არ იზრდებოდა, ანუ ეს არ შეხებია რას? ინფლაციურ მდგენელ სპირიტით. ინფლაცია იყო მიზნობრივზე დაბალი. ეხლა მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ცოტა გადასტა ხო. მაგრამ მაშინ იყო მიზნობრივი 5% და იყო 2.5%. ანუ ფასებზე შოკი რა შეაისახა მაშინ სავალუტო კურსზე. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დოლარიზაცია რომ ამხელა არ ყოფილიყო, ჩვენ საერთოდ ვერ ვიგრძნებდით ამას და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად ამოისუნთქავდა პირიქით ფასების აი ნავთობზე ფასების შემცირებით. აი თავი და რო თქვენ ეხლა უკვე აქვს ფასებზე ზეგავლენა. ეკონომიკას თავის ციკლები აქვს, თქვა რომ მიძებცენ. ეხლა პრინციპში ეს შოკები თავის ინერციით უკვე აისახა ფასებში. ანუ რაზე? გაიზარდა პირველად მოხმარების პროდუქტების ფასები და ყველა. ამიტომ ჩვენ როცა ვაკეთებთ ეროვნული ბანკის პოლიტიკის შეფასებას, ორი რამიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ეკონომიკაზე რამდენად იყო ეს დარტყმა, ესე ვთქვათ, უარყოფითი და რა უნდა გააკეთებია და რა არ გააკეთა. ანუ ეს უნდა იყოს წმინდა ეს არის თავარი შეკითხვა, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის, რომ ვის რა უნდა გააკეთებინა და არ გააკეთებინა. სამწუხაროდ ეხლა ეს პოლემიკა ძალიან შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ არიან მომხრეები, რომლებიც თვლიან, რომ აბსოლუტურად სწორად მოიქცა, არიან ადამიანები და ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ არ მოიქცა სწორად. თქვენ რას გვერდთვლით? მე ვთვლი, რომ დღეს ეხლა მე რომ მქონდეს ინფორმაცია იმ დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ხდება ეს გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ხდება, ხო? მაშინ მე შემდა უფრო ობიექტური ვიყო. ზოგადად ესე შევაფასებ მე რომ ინტერვენციები რო არ განახორციელა შოკის დროს იყო აბსოლუტურად სწორად და არაერთხელ აღმინიშნია მე. იმიტომ მიუხედავად რომ ბევრი ექსპერტი ამბობდა რომ უნდა მოეხდინა მაშინაც ინტერვენცია და აღმოჩნდნენ ისინი ამ შემთხვევაში არასწორი პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ ვინც ეს გააკეთა პირველ რიგში აზერბაიჯანზე საუბარი ჩვენ მივიღეთ. ანუ ეხლა ეს არ უნდა გაეკეთებინა 60 მილიონი ეროვნულ ბანკს. იცი რა როგორ ვთქვა? არა, ამასაც ვერ ვიტყვი რომ არ უნდა გაეკეთებია, საქმე რაშია? ინტერვენცია იდეა ფიქსი კი არ უნდა იყოს, ინტერვენცია უნდა გააკეთო მაშინ, როცა მას ექნება ეფექტი. ამიტომ არ უნდა გაეკეთებია, რატო არ უნდა გაეკეთებია? რო არ გაეკეთებია, ხო ამაზე ექნებოდა ერთი ამბა, რატო გახდა კურსი 2.55-ია. აი, აქედან მოდის ყველაფერი. ამიტომ ჩვენ უნდა შევაფასოთ როგორ. შედეგი რა არის ეკონომიკის და მე გეტყვით ახლა რა არის თუნდაც დღეს შედეგი. ხვალ რა იქნება, ხვალ შეიძლება ვისაუბროთ. დღევანდელ მოცემულობაში ჩვენი ეკონომიკა არ არის კატასტროფულ მდგომარეობაში. კი შეიძლება პოლიტიკოსმა გააკეთოს ცოტა განცხადება, ან გარკვეული პოლიტიკური დგენელი მიაბას, მაგრამ არ არის, რატო არ არის პირველში გეტყვით რომ 3% თუნდაც და თუნდაც 2.8 რაზეც არის საუბარი, თუ შევხედავთ რეგიონალურ ჭრილში არ არის ცუდი. მე არ ვიცახი რომ ძალიან კარგია, მაგრამ არსებული სიტუაციიდან არ არის ცუდი. მეორე, ჩვენი ეკონომიკა სტრუქტურულად არ არის ისეთი ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც შეიძლება სხვა კუთხით შეეძლოს შოკების თავზე მიღება. ჩვენ არ გვაქვს სექტორალური ეკონომიკა პირველ რიგში. ჩვენ პრინციპში სერიოზული პრობლემები გვაქვს დასაქმების თვალსაზრისით. სერიოზული პრობლემები გვაქვს ბიზნესის თვალსაზრისით. როდესაც საუბარია დასაქმებაზე, ბიზნესზე, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რას აქვს, რომ რატოა მაღალი იმპორტიზაცია? იმიტომ არის მაღალი იმპორტიზაცია, რომ ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესი არ გვაქვს.
ანუ ჩვენ ვერ გვქონით პროდუქციას, რომელსაც შეიძლება რაკრას კონკურენციაში იყოს გარდან შემოსულ პროდუქციასთან. ამიტომ როცა გვაქვს ჩვენ ეგეთი მომხმარებლური ტიპის ეკონომიკა, კიდე კარგად აქვს სიტუაცია. ისევ ეროვნული ბანკის თემას მინდა დავუბრუნდე. 3 თებერვალს არის თუ არ ვცდები ფინანსირების პოლიტიკის კომიტეტის ხდომა დაგეგმილი. შესაძლებელია რომ ამ ფონზე კიდევ ერთხელ აიწიოს რეფინანსირების განაკვეთმა და რა არის ზედაზღვარი, საერთოდ თუ ამას ვერავინ ვერ ადგენს. თუმცა ეს ვიტყვი რომ ეროვნული ბანკის საჭირო ჩათვლის უკიდე გაზარდო თქვა 9% პუნქტ თქვა 8% გახადოს არც ერთი იქნება დიდი ტრაგედია თუმცა ძალიან ზევით აწევა რეფინანსირების ზღვარი არის არასასურველი და გეტყვით რატომ ზვირდება პროცენტი სესხი სესხი კი არ ზვირდება მარტო ფულის მიმოქცევა ეკონომიკაში მცირდება ანუ ეკონომიკა პატარავდება ანუ ეკონომიკის დაშენელდება ანუ არჩევანი ცუცსა და უარეს შორის არის ამ შემთხვევაში განსხვავებით დიდი კრიზისებსაც არჩევანი არის სტაბილიზაციის მიღწევაზე ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმას კი არა როგორ გავიზარდოთ ხვალ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ როგორ გამოხვიდე კრიზისიდან, ანუ როგორ დასტაბილურდეთ, ისე რომ ეს შოკები იყოს მინიმალური ზემოქმედება. და კიდევ ერთი კეთდება აქცენტი იმაზეც, რომ ბიუჯეტი არის არასწორად დაგეგმილი და ხარჯები არის ძალიან გაზრდილი და ესეც იწვევს დაუშვათ პრობლემას და მოქმედებს ესეც ეროვნული ვალუტის კურსზე. რა თქმა უნდა, ხა ბიუჯეტის დაგეგმა სწორია თუ არასწორია, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ანუ დეფიციტი ბიუჯეტის როგორია, თქვა, ფინანსში და პროდუქტთან. თუ არის იმაზე მაღალი, ჩვენ შეიძლება თქვა, თუ არასწორია ბიუჯეტი დაგეგმა. მაგრამ ამ შემთხვევაში რაც არის პარამეტრი ჩვენთან, 3%-ია 3.5% არის ხოლმე, არ არის მაღალი მაჩვენებელი. ეხლა თუ ჩვენ ვიცახით მიზნობრივად როგორ არის დახარჯული, ეს არის ცალკე თემა და ცალკე პოლემიკის საკანი, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება თქვა, თუ არასწორია დაგეგმილი, ვიღაცამ პირიქით შეიძლება რომ სწორია დაგეგმილი. მოკლედ, აი რეზიუმე რო გავაკეთოთ, ანუ თქვენი ამ საუბრიდან გამომდინარე, მაინც მივდივართ იქითკენ, რომ ეს შოკები, რაც გამოიწვია ქვეყანაში, ეს იყო საგარეო ფაქტორები ძირითადად. 95% იყო საგარეო ფაქტორი. 5%? 5% შიდა შეიძლება კაი 90 თქვა საგარეო ფაქტორი. 10 შეიძლება მოდიოდეს რაზე? იგივე ეკონომიკის სისუსტეზე პირველ რიგში, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობთ რომ თავის არიდება როგორ ხდება, ყველა ქვეყანას ერთნაირად არ ეხება შოკი. ვიღაცაც მეტად ეხება, ვიღაცაც ნაკლებად. ერთ-ერთი ფაქტორი არის თუ როგორია ამ ქვეყნის ეკონომიკის, ესე ვთქვათ, სტრუქტურირება. ესე იგი ჩვენი ეკონომიკა ახლა უნდა ვაღიაროთ, არ არის ძლიერი ეკონომიკა სტრუქტურული თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს სერიოზული რეფორმები განსახორციელებელი. ხალხური ბევრი რაღაცა კეთდება, მაგრამ ეს არის დროში მაინც შენელებული, ანუ რის თქმა მინდა. ჩვენ შედეგები გვინდა დღეს. ბევრი პროექტი რომელიც არის დაწყებული, თუნდაც ადგილობრივი წარმოების ეს ცოტა გრძელვადია. პირველი ამოცანა, ეგრეთ ვთქვათ. გლობალური შოკებისას ინვესტიციები გარბიან ყველა არამდგრადი ბაზრიდან და ეძებენ სტაბილურ ბაზრებს. აი ჩვენი ამოცანაა როცა ინვესტიციები წამოვიდნენ უკვე რუსეთიდან, თურქეთიდან, სხვათა შორის, სერიოზული ინვესტიციებია გასული. ანუ იგივე აზიის ბაზრებიდან საწავა ეს ინვესტიციები მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ხოლმე ეგრეთ სიტუაციები, რომ ისეთი სიტუაცია შექმნა თუნდაც სტაბილურობის თვალსაზრისით, რომ ამ ინვესტიციების ნაწილი აქ შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენაირი ტიპის ეკონომიკებისთვის, ესე ვთქვათ, ტრანსფორმაციისთვის პირველი და მთავარი ფაქტორი არის ინვესტიციები. აი როგორც ჰაერი ჭირდება ადამიანს, სულთქვილს ეწეჭება. საბანკო სექტორს რაც შეეხება, აი ამ ფონზე ძალიან გააქტიურდნენ ბოლო პერიოდში ბანკები, სხვადასხვა აქციებია, მაგალითად რეკავენ კიდევაც, გთავაზობენ კიდევაც. ეს რას უკავშირდება ეს აქტივობა, ის რომ ხალხს უკვე აღარ აქვს იმის ფული, რომ სესხი აიღოს და შესაბამისად ბანკიც დღეში ჩავარდება, თუ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ შეიძლება პროცენტებმა დაიწიოს, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ფული თუ პირიქით. პირიქით, ეს არის ზუსტად ხელმისაწვდომობის პრობლემა, ბანკი იქცევა, ესე როგორც ნებისმიერი სხვა არასაბანკო კომპანია. აი, აქციები ხო არის. მხოლოდ ერთი კვირით აი აცხადებს თქვა ელექტრონიკის ან სხვა კომპანიები პასტაკლებებს ხო. ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი მარკეტინგი. არა, გასაგები მარკეტინგული სრა, მაგრამ ამ რთულ პერიოდს რო დაემთხვა, ეხლა უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცენტები გაიზრდება სესხებზე თუ პირიქით, ამას გეკითხებით. არა, ზოგადად ჩვენ თუ ვიტყვით, რომ რეფინანსირების სესხები გაძვირდება, პროცენტებიც გაძვირდება სესხებზე, ეს მიბმულია ერთმანეთთან. თუ მიბმულია, ხო, მაგრამ ბანკები ადრეს აკეთებდნენ სხვათა შორის ამ ტიპის აქციებს ასეთ მარკეტინგული, წმინდა მარკეტინგული სვლებია, გახსოვთ ალბათ, რომ რაღაც პერიოდებში აცხადებდნენ სერიოზულ ფასდაკლებებს იპოთეკურ სესხებზე.
სერიოზულ ფასდაკლებებს თქვა სამოხმარებლო სესხებზე. ეს არის ხოლმე მიღებული არა მარტო საქართველოში, ეს არის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის ელემენტი. ხო, ამაში ცუდი არაფერი არ კონკურენცია და შესაბამისად. აუცილებლად უნდა გითხოთ ონლაინ სესხებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი აჟიოტაჟია ამ თემაზე ატეხილი. რეგულაცია, ანუ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება რა? გავცილდა მაგალითად ინფორმაცია, რამდენიმე ონლაინ კომპანია სხვადასხვა ქვეყანაში აუგრძალეს საქმიანობა. ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. შესაძლებელია ამის რეგულირება მოხდეს? საერთოდ ონლაინ ჩვენ ვიცით ორი რამეზე უნდა შევთანხმდეთ რომ მოდი საბანკო სექტორი ესე მოკლედ ცალკე გავყოთ ეს რატომ იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რეგულირებადი იმიტომაც არის ყველაზე წარმატებული სხვათა შორის ყველაზე უფრო სტრუქტურირებული და თუ გაინტერესებს ეკონომიკის ერთ-ერთი დარგი რომელიც პრინციპში ახლოს არის საერთაშორისო სტანდარტებთან რატომ არის თუნდაც რეგულაციების და იმ ნორმატივებს რომელსაც ეროვნული ბანკი უწესებს და რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო ტენდენციებს და არა ეროვნული ბანკის რაღაც მოწესრებებთან შეხებულებით. და რა შეხება ონლაინ სესხებს ეს არის აბსოლუტურად რეგულაციის გარეშე მყოფი ამ წუთში. სპერო. ეხლა არსებობს ორი მოსაზრება. ხო, რამდენიმე ქვეყანაში, რამდენიმე კომპანიას აიგზალა. მაგრამ კი არნიშნავს რომ ყველას აიგზალა. დააგზავნო რატომ მოხდა იქაც ეს ზოგადი როგადის ფრაზები. თუ დადგინდა რომ ეს კომპანიები არ ღვევენ ან მოქმედ კანონმდებლობას ან თქვა მომხმარებელი გაუფლებებს, თქვა მასიურად მაშინ შეიძლება მოხდეს მის საქმიანობის შეჩერება. აი ჩვენგან განსხვავებით ჩვენ რო გვიკვირს. იმ ევროპაში არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სერიოზული საზოგადოებები. ჩვენსაც ქაღალდზე კი არ არიან. რომლებიც ზუსტად გამოხატავენ როცა ხდება ეს დარღვევები და კიდევ ხელი ონლაინ სესხები აბსოლუტურად არის სხვა ტიპის სესხი ვიდრე საბანკო. მაგრამ მე გულისხმობ 100% განაკვეთს მაშინ როდესაც თვეში 140% და 150%-ია განაკვეთი ამას ეროვნულ ბანკს აქვს უფლება აი რა უფლება ზედაჭერი დაჭერა და არის გაკეთებული ეს კიდევაც ანუ ზედაჭერი აღნიშნავს საბაზრო არა როგორ არის საბაზრო განაკვეთის ორმაგი არ უნდა იყოს ანუ რაც არის საბანკო განაკვეთი მაგალითად საშუალო მაგრამ მაგრამ 12%-ია და სად 140% ან ბანკს გულისხმობ ან დაბალია და 12 საშუალო არ არის ბანკში და მაღალია ხო მაგრამ 140%-ია მაგალითად ონლაინ ზოგ 140 კი არა ზოგ 300-იც აქვს მაგას გულისხმობ ეს რეგულაცია ამიტომ მე მომხრევა რომ მოხდეს ფინანსური განათლება იგივე იქიდან გამომდინარე თქვენ რო იძახით ამ ფინანსური განათლების პრობლემა თუ არა მაქვს და ამ შემთხვევაში მატყუებს ის ადამიანი და ვიღებ ამ სესს და ამოდის რომ 300%-ში მაძლევს აი ეს ვინ უნდა დაარეგულიროს აი აქედან გამომდინარე სხვა შორის ონლაინ კომპანიებს ეს ხიბეს ამიღია და ნუ ყველას აღგებობს კონკრეტულად რატომ ეს არის თვისობრივად სხვა ტიპის სესხი ეს არ არის გრძელვადიანი რა თქმა უნდა ხელფასამდე დავშევ ხელფასთან ხელფასამდე ფაქტობრივად ოვერდრაფტის პრინციპის სესხია ოვერდრაფტი არ არის მაგრამ ხო ანუ რა არის რომ ეს არის ერთიანი გადახდის სესხი ესე თქვა და არა პორციანულ ნაწილ დაფარვის სესხი საქმე რაშია რომ ნებისმიერ ადამიანს თუ ითვლის რომ არის დარღვეული მისი უფლება, მას შეუძლია მიმართოს პირველ რიგში ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკში არის სპეციალური განყოფილება, რომელსაც ქვია მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება. და ის იქნება შემთხვევაში შეიძლება აი ამ ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე დაიგოს ჩვენი გამომდინარე. თუმცა ძნელიც არის ამ კომპანიებთან დავა, იმიტომ რომ სანამ თქვენ სესხს აიღებთ, იქ მოდის ელექტრონულად რომ უნდა გაესწრო ხელშეკრულების პირობებს. ესე არ გიმტკიცდება. ხელშეკრულების პირობებს არ კითხულობს ხალხი, გეუბნებით, არათუ ბანკში არ კითხულობენ, რომ ზაქე სრული შრიფტით. აი ონლაინ სესხებში არანაირი სრული შრიფტით არის, საკმაოდ დიდი შრიფტით არის, მაგრამ ადამიანს როცა ფული უნდა არ აინტერესებს იმ მომენტში და ფიქრობს, რომ ხვალ იშოვის ფული და გადაიქცე და უბედურება ეცა, რომ ხვალ მერე ვეღარ შოულობს. ერთადერთი შეზღუდვა, სადაც დაწესებულა, წესდება ხოლმე რაზე 100% განაკვეთის ზედაჭერის. აი ამაზე შეიძლება გაკეთება. სხვა ეხლა ჩვენ, აი ეს არის ჩვეულებრივი კომერცია, ადამიანი რომელიც იყო სოციალურ ქსელშიც ანტიკამპანია რომ არა ონლაინ სესხებს და სერიოზული მოძრაობა დაიწყო საზოგადოებაში. ეს შეიძლება, მაგრამ მეტი რამე თქვა, მაგათ რა ხდება? ონლაინ კომპანიები ძირითადად რას აკეთებენ? ეს არის საკუთარი ფულის გაპროცენტების კომპანია. აი ბანკი რა არის? ბანკი საკუთარ ფულს კი არ აპროცენტებს ძირითადად. აპროცენტებს ყიდულობს მოსახლეობიდან. ანუ ბანკს აქვს სოციალური მდგენელი. ის როცა ვამბობ ბანკის სესხებზე და პრობლემებზე, ჩვენ ვთქვათ რომ ბანკი მოსახლეობის მეორე ნახევარს ემსახურება დეპოზიტების საკით, ანუ აქეთი ვხვდით პროცესს. ნუ ხო ბიზნესად კარგით მაგას საუბარი ხა ძალიან ცოტა დრო დაგვრჩება და თქვენი პროგნოზი მინდა ვარდასთან დაკავშირებით. ძალიან სავალუტო ბაზარზე რა მოლოდინები შეიძლება იყოს. და ვიცი რომ რთულია ამის გაკეთება, მაგრამ აი ყველაფრიდან გამომდინარე რაზეც ვისაუბრეთ, რა მოლოდინები უნდა ამ წუთში ჩვენ რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები ავიღოთ, ცუდი მოლოდინი არ არის და უბრალოდ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სპეკულაციის და რაღაცა არასწორი განწყობების
საგანი. ანუ მოლოდინი. წმინდა ინფლაციური მოლოდინი. ამ შემთხვევაში თამაშობს წმინდა სპეკულატიური მოლოდინი. ანუ რაღაც განწყობები, რომელიც რეალურად არ ხდება ეკონომიკაში. კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ბაზარს ეს ახდენს გარკვეულ ფასების კორექციას. აი რომ ამბობენ ფასის კორექცია ეგ ახდენს. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ გლობალური ეკონომიკები როგორ იმოძრავებენ. თუ გაუარესდება სიტუაცია, აი სცენარს ვამბობ, ყველაზე არასასურველს ესე თქვა. ისევ რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ესენი არა მარტო ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, ყველაზე დიდი ინვესტიციები ამ ქვეყნებიდან შემოდიოდა. და დოლარს რაც შეეხება ამერიკის ფედერალურმა ბანკმა განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთი დატოვა იგივე დღეს იყო ეს ინფორმაცია. ანუ ეს დოლარს დავშვით გააძლიერებს უფრო თუ პირიქით შეასუსტებს. არა, ეხლა საქმე როგორ არის? რახან მოლოდინი არის რომ ნავთობზე ფასები ისევ დაეცემა. ეს ნიშნავს რომ დოლარი კიდე გამყარდება. არა, პირიქით ეხლა მოლოდინია რომ ცოტა გაიზრდება, ანუ 30 დოლარს აღარ ჩამოცდება ალბათ. არის ესეთი მოსაზრებაც. ორი მოსაზრებაა. არის ურთიერთგამომრიცხავი. ერთი ამბობს 30-35 დოლარის პაკეტებში იდგება ამ წელს. მეორე მოსაზრებით კიდე დაიწეს. მეორე შეიძლება კიდე აიციოს. მაგრამ არის მოსაზრება რომ საერთოდ შეიძლება 15 დოლარზე დაეცეს, 15-17 დოლარზე. ამიტომ ჩვენ ხარ რა სცენარი წავა? ამ წუთშია რა ძალიან რთულია. ამას ყოველთვის აკეთებენ რამდენ სცენარები. სხვა მოდელებიზე არის. ხალხი ფიქრობს ამაზე, ეკონომისტები ფიქრობენ. მაგრამ ერთიანი აზრი შეთანხმებული რომ დოლარი საით წავაქცევა. დღეს არ არის ამაზე. შესაბამისად, ხა შეგვიძლია იმის თქვა რომ მკვეთრ გაუფასურებას უნდა ველოდოთ, არ ველოდოთ. მოკლედ თქვა, უნდა ველოდოთ, თუ არ უნდა ველოდოთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველა სცენარისთვის. აი ეს არის ჩემი პასუხი. ანუ მთავრობა და ეროვნული ბანკი იმედია გათვლილი აქვს ეს სცენარები. რა თქმა უნდა, როცა ამბობენ, თქვენ თავიდან თქვით რომ კარგია თუ ცუდია, რა თქმა უნდა ცუდია, როცა არის გარკვეული დაბალი კოორდინაცია ამ სტრუქტურას შორის. კარგია თუ ეს კოორდინაცია კიდევ უფრო განსხვავებულია. მნიშვნელოვანია ახლა ვინ იქნება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. თქვენ თუ იყავით ჩართული ამ კონსულტაციებში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს? ხაჭო ჩვენ ამდენად არ ყოფილვართ. აჰა. დასახელებული 6 ადამიანიდან იცნობთ რა? არა, ჩვენი პოზიცია როგორ იყო, მე გეტყვით რომ სტატუტ არსებობს ესეთი მიდგომა, რომ როცა საუბარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე არ უნდა იყოს გარკვეულწილად ინტერესთა კონფლიქტში საბანკო სისტემასთან. ამიტომ ხო, ჩვენ თავის შევიკავეთ და როცა მოხდება ეს არჩევა, თუ მაშინ შეგვიძლია ჩვენი შეფასება გავაკეთოთ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის. საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მომხუჩაბაც ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დაბრუნდებით. მადლობ ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ინოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.